მოგესალმებით, გრძელდება YouTube ახსის სამართლის ექსპერტის გადაცემა, პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება საინტერესო თემაზე, ადვოკატი და მედიატორი თათია მაისულაძე. მოგესალმებით თათია. მოგესალმებით. დღეს ცოტა განსხვავებული ეპიზოდი გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ საქმეზე გვიწევს ვისაუბროთ და ჩავთვალეთ, რომ ამ საქმის აქტუალურობიდან გამომდინარე და მნიშვნელობიდან გამომდინარე გავაკეთოთ ესეთი ეპიზოდი. ხატია ბიბლიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გვექნება საუბარი. თათია წარმოადგენს არასრულწლოვნის ინტერესებს აღნიშნულ საქმეში და პირდაპირ შეკითხვით გადმოვალ თათია თქვენთან რა როლი აქვს არასრულწლოვანის ინტერესების დამცველს ესეთ საქმეებში და თქვენ რა როლი გქონდათ ხატია ბიბლიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა ვიყო თქვენი სტუმარი, ასევე მადლობა შესაძლებლობისთვის რომ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის ბუნებრივად საინტერესო სისხლის სამართლის საქმეზე გვაძლევთ შესაძლებლობას რომ ვისაუბროთ და საზოგადოებას მეტი მნიშვნელოვანი დეტალი გავაგებინოთ საქმესთან დაკავშირებით. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, განსაკუთრებულია როლი დაზარალებული დაცვის თვალსაზრისით ადვოკატის სისხლის სამართლის პროცესში, როგორც გამოძიების, მიმდინარეობის, ასევე საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებული იყო, ასე ვთქვათ, დანიშნულება ადვოკატის ჩართულობის და ჩვენ არაერთი კომუნიკაციის შედეგად, მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად საქმეში მივახციეთ იმას, რომ გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი ინიციატივით არაერთი მტკიცებულების მოპოვება და საქმეზე მიმაგრება მოხდა, რაც მათ შორის ასევე მოიცავდა არასრულწლოვნის ქცევასთან დაკავშირებულ მის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, მის მახასიათებლებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ არაერთხელ გვქონდა, ასე ვთქვათ, შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეყვანილი ყოფილიყო მიზანმიმართულად შეცდომაში და მომართული ყოფილიყო ის არის თავად არასრულწლოვნისკენ, თითქოს მან გარკვეული პროვოცირების ასე ვთქვათ, პროვოცირებული ქმედების თუ სიტყვების შედეგად დაიმსახურა ჭყალებში ძალადობა და ეს აგრესია, თუმცა იმ მიზნით, რომ ეს ყველაფერი გაქარწყლდეს და არანაირი შეკითხვა არ დარჩეს ამ მიმართულებით, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაკეთეთ აქცენტები და საქმეში არსებობს დღეს უკვე არაერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს არ აქვს არანაირი პრობლემა ქცევასთან დაკავშირებით, ეს დასტურდება არაერთი გამოკითხვის ოქმით, არაერთი ცნობით, რომელიც საქმეში არის უკვე მტკიცებულების სახით და მინდა კიდევ ერთი განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ჩვენს როლთან დაკავშირებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სწორედ ჩვენი ჩართულობით და ჩვენი ინიციატივით მოხდა ის, რომ საქმეზე დაინიშნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაინიშნა იმ მიზნით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომ განსაზღვრულიყო ხომ არ აქვს მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობის შედეგად მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მდგომარეობა კი არა, არამედ ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობასაც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ საქმეებში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ჩართულობით, ჩვენი სურვილით და ინიციატივით საქმეზე მართლაც დაინიშნა არასრულწლოვნის მიმართ ასეთი ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არასრულწლოვანს განხორციელებული უმძიმესი ძალადობის შედეგად მიადგა არა მხოლოდ ფიზიკური ტანჯვა, არამედ ფსიქოლოგიური ტანჯვაც, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბრალდებულ ხატია ბიბლიანის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან. ასევე ძალიან საინტერესოა ექსპერტიზის დასკვნაში კვლევის ნაწილი, სადაც ექსპერტი უთითებს არაერთ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე და თავისებურებაზე არასრულწლოვანთან დაკავშირებით, მათ შორის უთითებს, რომ გამოხატული არის ემოციური დათრგუნულობა, უმწეობისა და შიშის შეგრძნება და სხვა არაერთი დეტალი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თათი ჩვენ ვიხილეთ ვიდეო, რომელიც შენ გაასაჯაროა და სხვათა შორის საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეო ჩანაწერს. გარდა ამ ვიდეო ჩანაწერისა, თუ არსებობს რაიმე დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც შეგვიძლია რომ გაგვანთო და მოგვიყვე
დღეს. კი ბატონო. რა თქმა უნდა, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს გარდა ვიდეო ჩანაწერებისა. ვიდეო ჩანაწერებს ოდნავ მოგვიანებით შევეხები, რადგან ექსპერტიზის დასკვნებზე ვსაუბრობდით, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მოცემულ საქმეში არსებობს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარდა არასრულწლოვანზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დგინდება, რომ არასრულწლოვანს გამოხატული ჰქონდა ძალადობის შედეგად სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, ეს იყო თავის კისრისა და ზურგის მიდამოები, სადაც ასევე ექსკორიაციები აღენიშნებოდა მას და თავისა და სახის ზედაპირული ტრამვები. გარდა ამისა, საქმეში არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც გამოთხოვილი არის სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელშიც გადაყვანილი იქნა იმავე დღეს არასრულწლოვანი და დღის წესრიგში დადგა ისიც, რომ არასრულწლოვანს გაევლო კონსულტაცია გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში ყბასახის ქირურგთან, რათა გამორიცხულიყო უმძიმესი ძალადობის შედეგად მას ხომ არ აღენიშნებოდა რაიმე სახის მოტეხილობა. შესაბამისად, ყველა ეს დოკუმენტაცია, რომელიც დაზიანებებთან დაკავშირებით სამედიცინო თვალსაზრისით იძლევა ინფორმაციას, საქმეში არის მტკიცებულების სახით და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამას სასამართლო აუცილებლად მიიღებს მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას. როგორც უკვე აღნიშნე, საქმეში არსებობს არაერთი გამოკითხვის ოქმი, თქვენ ახსენეთ ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებს არ აქვს ხმა, თუმცა ამის საპირწონედ საქმეში არსებობს არაერთი თვითმხილველი მოწმის გამოკითხვის ოქმი. თვითმხილველი პირები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას აძლევენ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმის ფორმით და პირდაპირ უთითებენ და ფაქტობრივად გამორიცხავენ კიდევაც იმას, რომ არასრულწლოვნის მხრიდან ჰქონდა რაიმე მაპროვოცირებელ ნეგატიურ უხეშ ან შეურაცხმყოფელ ქმედებას. შესაბამისად, საქმეში ჩართვის პირველივე დღიდან ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიზნად დაისახავდა საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას, აუცილებლად იქნებოდა წარუმატებელი და ეს ვიდეო ჩანაწერებიც, რომელიც გასაჯაროვდა ჩემი მხრიდან, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყველანაირი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა, ასე ვთქვათ, პასუხი გაგვეცა სწორედ აი ამ უტყუარი მტკიცებულებით, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია საზოგადოებას მივაწოდოთ ეს კადრები ჩვენი გადაცემის მეშვეობით. გასაჯაროვებულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გასაჯაროვებული ვიდეო ჩანაწერი არის მხოლოდ მცირე მონაკვეთი, წარმოადგენს ფაქტების მიმდინარეობის ქრონოლოგიას და რა თქმა უნდა არ ასახავს იმ სრულყოფილ დროის მონაკვეთს, რა დროშიც და რა სივრცეშიც მიმდინარეობდა ეს მოქმედებები. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არის ის, რომ მაგალითისთვის ბრალდებული, რომელიც მაღაზიის შიდა ტერიტორიას ტოვებს და გამოდის მაღაზიის გარე ტერიტორიაზე, კადრებში ჩანს, რომ ელოდება არასრულწლოვანს, თუმცა ეს მოლოდინის დრო აღსაქმელი არ არის გასაჯაროვებულ კადრებში, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვება სრული მოცულობით იქნებოდა ფაქტობრივად წარმოუდგენელი, რადგან აქ საუბარი გვაქვს ფაქტობრივად საათობრივი მოცულობის ვიდეო ჩანაწერებთან, თუ სრულყოფილ მოცულობაზე ვისაუბრებთ, თუმცა რეალური დროის თვალსაზრისით ბრალდებული არასრულწლოვანს გარე ტერიტორიაზე ელოდება დაახლოებით 6 წუთამდე დროის განმავლობაში და შემდგომში უკვე აგრძელებს უფრო სასტიკი ფორმით ძალადობას არასრულწლოვანზე მაღაზიის გარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს დეტალები, რომლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, სასამართლოში უკვე შეფასების საგანი გახდება და რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე და სასჯელის ზომაზე და ადეკვატურობაზე. თან 6 წუთამდე მონაკვეთი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ ადამიანმა გაიაზროს რაღაც მომენტში, დასაპირებს, როგორ აპირებს და ასე შემდეგ. ალბათ ამაზეც იქნება თქვენი მხრიდან აპელირება გაკეთებული. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ეს არ არის დრო, როდესაც სრულწლოვანმა ადამიანმა შეიძლება ვერ გაანალიზოს უმწუთიერებას გამორიცხავს მეტად ვერ გაანალიზოს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, შედეგები, სავარაუდო შედეგები, ან თუნდაც გაღიზიანება
მოხსენება გააქარწყლოს და დაფიქრდეს იმ კონკრეტულ ქმედებაზე, ხასიათზე, საშიშროებაზე, ასევე მის გვერდით მყოფ არასრულწლოვანზე, რაც რა თქმა უნდა მოცემულ შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რაზეც რა თქმა უნდა აქცენტი აუცილებლად გვექნება. შესაბამისად, იმედი მაქვს, მოლოდინი მაქვს იმისა, რომ სასამართლო სრულყოფილად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საქმეზე საბოლოო განაჩენი იქნება სრულად შესაბამისი საზოგადოების მოლოდინისა, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი იმ პირის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად მოურიდებლად საზოგადოების თანდასწრებით უმოწყალოდ ძალადობს არასრულწლოვანზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით. Satya, რამოდენიმე კითხოს გავაერთიანებ ერთად, პირველ რიგში მაინტერესებს შენი როგორც ადვოკატის ინტერესები, რა არის მთავარი ამ კონკრეტულ საქმეში, როგორი არის კანონმდებლობა, ჩვენ ქვეყანაში დღეს რამდენად იცავს არასრულწლოვნის ინტერესებს და საერთაშორისო პრაქტიკაზეც თუ შეგვიძლია გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. დიახ, მოცემულ საქმეში ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ არასრულწლოვანი დასაცავი პირის ინტერესების განუხრელი დაცვა, რაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად ადვოკატის საქმიანობაში ჩვენი ამოსავალი წერტილიც სწორედ ჩვენი დასაცავი პირია. თუმცა მოცემულ საქმეში გარდა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნისა, ჩემი როლი არის საზოგადოების ძალიან პრინციპული პოზიციის გატარება, არ დარჩეს დაუსჯელი მსგავსი სასტიკი ძალადობა არასრულწლოვანზე და ამ თვალსაზრისით საზოგადოებაში არ შეიქმნას იმისი მოლოდინი ან ილუზია, რომ მსგავსი სასტიკი ქმედებები არასრულწლოვნის მიმართ დარჩება დაუსჯელი. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საბრალდებო სკამზე, უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ქმედების და ბრალდებულისაგან მომდინარე რისკების შეფასება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად და თანაბარი მოპყრობის პირობებში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ნამდვილად ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს იცავს როგორც ჩვენი შიდა ეროვნული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენ გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მითითებული, რომ სავალდებულო არის ბავშვის ინტერესების, საუკეთესო ინტერესების დაცვა და მისთვის პრიორიტეტის მინიჭება. საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისთვის, საჯარო დაწესებულებებისთვის, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის, მაშინ, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვებთან დაკავშირებით, ან გარკვეულ ქმედებას ახორციელებენ არასრულწლოვნებთან მიმართებით. შესაბამისად, ეს დანაწესი ძალიან კარგად გამოკვეთს და აჩვენებს, როგორია მიდგომა და რამდენად განსაკუთრებული მოფრთხილების ობიექტი არის ეს ინტერესები, რომელიც არასრულწლოვნებს უკავშირდება. ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს, ამ თვალსაზრისით ყურადღებას გავამახვილებდი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, სასამართლოს განმარტებებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ასე ვთქვათ, განმარტების საგანი არაერთხელ ყოფილა არასრულწლოვანთა ინტერესები და სასამართლო ფაქტობრივად უმრავლეს შემთხვევაში კატეგორიულად განმარტავს იმას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს ის ამოსავალი და სახელმძღვანელო პრინციპი ყველა ცალკეულ შემთხვევაში, რომელიც პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა სამართლებრივ ფორმალობასთან მიმართებით. ამდენად ესეც ძალიან ცალსახად უთითებს არაერთი გადაწყვეტილება, ახლა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი ვფიქრობ, რომ არაგონივრულია, რადგან ამასთან დაკავშირებით ძალიან დეტალური განმარტებები გვაქვს გაკეთებული სასამართლოში, უკვე კერძო საჩივრით, როდესაც მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული მექანიზმით დაცვაზე უარის თქმის შემდეგ. სწორედ აღნიშნულზე უნდა გვეკითხა. მაკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდეს გირავ. სწორედ ამიტომ თქვენ მიმართეთ სასამართლოს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით რა შედეგს მიაღწიეთ და რა ეტაპზეა ეს პროცესი დღეს? ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისიც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას აკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების პარალელურად, ასევე დამატებითი შეზღუდვის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობასაც, რაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატული იყოს მოწმეებთან კომუნიკაციის აკრძალვით, ასევე დაზარალებულთან კომუნიკაციის აკრძალვით, იგივე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არც ერთი მსგავსი შეზღუდვა გამოყენებული არ
არის ბრალდებულის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რისკები ნამდვილად არსებობს და მაღალი ინტენსივობით არსებობს, რომელიც ბრალდებულისაგან მომდინარეობს და ფაქტობრივად შესაძლებელია რეალისტეს ნებისმიერ დროს საქმის მიმდინარეობის საზიანოდ. გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანი საკმაოდ დაუცველად გრძნობდა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით თავს და მისი უსაფრთხოების უფლება იყო სრულიად დარღვეული, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა დამატებითი მექანიზმი, ადმინისტრაციული შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გარკვეულწილად ამ რისკების განეიტრალებას. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რათა გარკვეული ქმედებები შეზღუდულიყო ბრალდებულის მხრიდან და რისკები გაგვენეიტრალებინა ამ მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩვენს განცხადებაზე დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით გვითხრა უარი, დასაბუთებით, რომ ჩვენ არ შევდივართ იმ სუბიექტთა წრეში, რომელთაც აქვს შესაძლებლობა დამცავი ორდერის მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს. კერძოდ განმარტება იყო იმაზე, რომ ეს შემთხვევა არ მოიცავს არც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევას და არც ოჯახში ძალადობის შემთხვევას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ჩვენს განცხადებაში ძალიან დეტალურად გვქონდა განმარტებული და არგუმენტირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და სასამართლო პრაქტიკით. ეს არ არის ნამდვილად კლასიკური შემთხვევა, თუმცა კანონის მიზანი ნამდვილად ვერ იქნება ის, რომ დატოვოს კონკრეტულ შემთხვევაში მსხვერპლი დაზარალებული დაცვის გარეშე. ამიტომ ეს უარი ცხადია ჩვენ გავასაჩივრეთ კერძო საჩივრის ფორმით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში, თუმცა ამ დრომდე ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ის არაერთი გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და რომელიც ეკუთვნის არამხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არამედ ჩვენს შიდა ეროვნულ პრაქტიკას და მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებს გაიზიარებს სასამართლო და სწორედ ამ ფორმით მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანს დაუბრუნდეს უსაფრთხოების განცდა და ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ ამ მომეტებული რისკების გასანეიტრალებლად. თუ თბილისის სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტებს, ერთგვარი პრეცედენტი შეიქმნება მაშინ ამ მიმართულებით, ვინაიდან თუ კანონი იცავს ქალთა და ოჯახში დაზარალებულებს, ეს სხვა შემთხვევაა და ამ შემთხვევაში განმარტების გაკეთება მოუწევს სასამართლოს და შეიძლება ერთგვარი პრაქტიკაც დადგინდეს უკვე ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად, ჩვენი ერთ-ერთი მიზანით სწორედ ის არის, რომ სასამართლომ გააკეთოს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები, რომელიც სახელმძღვანელო იქნება არა მხოლოდ მოცემულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად მომავალშიც მსგავს შემთხვევებში აღარ იქნება ამხელა ძალისხმევა გასაწევი იმისათვის, რათა დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ჩვენს გვჭირდება დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვექცევით კლასიკურ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის შემთხვევას. კი ბატონო, მნიშვნელოვანია, რომ ეს აღნიშნული თემაზე, რასაც ვსაუბრობდით, პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, ეს შეუწყობს ორმაგად ხელს არასრულწლოვნების უფლებების დაცვას და გისურვებ ამ საქმეში წარმატებას. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფომაც და ზოგადად მოსახლეობამაც კონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ქვეყანაში არასრულწლოვნების უფლებები იქნება დაცული, ასე რომ ორმაგად გისურვებ წარმატებებს ამ საქმეში და იმედია, ეგ სასამართლო პრაქტიკაც დაინერგება, რომელიც სარწმუნებულვარ მომავალში ხშირად გახდება საჭირო აღნიშნული კატეგორიის საქმეებს. ჩვენ ვისაუბრეთ დამცავ ორდერზე და დამცავი ორდერის გამოყენებაზე. ეს თემაც რომ გავშალოთ საზოგადოებისთვის ყველასთვის არ არის ცნობილი, თუ რა არის დამცავი ორდერი და ასევე რა არის შემაკავებელი ორდერი. ამაზეც რო გითხრა, რა განსხვავება ამოწურავი პასუხები და რა განსხვავება, როგორც ბიძინამ გითხრა, ამ ორ მოქმედებას შორის. დიახ. დამცავი ორდერი და შემაკავებელი ორდერი ორივე მათგანი წარმოადგენს დროებით შემაკავებელ მექანიზმს, ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კონკრეტული დროის პერიოდში მოძალადე სტატუსის მქონე პირს აეკრძალოს კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რომელიც ზიანს აყენებს რაიმე ფორმით მსხვერპლის სტატუსის მქონე პიროვნებას. განვიხილოთ თითოეული მათგანი ინდივიდუალურად, რადგან განსხვავებულია მათი გამოცემის წესი და მათი მოქმედების ვადები. დამცავ ორდერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ კომპეტენტური ორგანო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ დამცავი ორდერი გამოსცეს, ეს გახლავთ პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლოს განცხადებით მიმართავს დაინტერესებული პირი, მსხვერპლი, რომელიც
რომელიც წარმოადგენს დაზარალებულ პიროვნებას კონკრეტული ძალადობრივი ქმედების შინაარსიდან გამომდინარე. ხოლო განცხადების საფუძველზე უკვე სასამართლო იკვლევს კონკრეტულ შემთხვევაში რა საჭიროებები იკვეთება საქმეში. შესაძლებელია დამცავი ორდერის მოქმედება მაქსიმუმ ახალი რეგულაციის თანახმად 9 თვემდე ვადით. მისი გაგრძელება ერთჯერადად 3 თვის ვადით არის შესაძლებელი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა კვლავ სასამართლოს გადაწყვეტილებით და იმ რისკების კვლავ არსებობით არის განპირობებული, რომელიც რა თქმა უნდა თავიდანვე საჭიროს ხდიდა ამ დამცავი ორდერის არსებობას. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე კომპეტენტური ორგანო გახლავთ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პოლიციის თანამშრომელი, ეს სამსახური, რომელიც ფაქტზე რეაგირების მიზნით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 თვემდე ვადით და მნიშვნელოვანი არის აქ ის, რომ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი კანონმდებლობა, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პარალელურად გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს. რადგან ჩემს გამოცდილებაში ასევე ყოფილა დაზარალებული მსხვერპლი არაერთი პიროვნება, რომელსაც გაუზიარებია თავად გამოცდილება, რამდენად უწყობს ხელს ეს მისთვის უსაფრთხოების და დაცულობის განცდის შექმნას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ კი შემაკავებელი ორდერის გამოცემის მომენტისთვის, ან შემდგომში გამოიკვეთება საჭიროება და დადგება დღის წესრიგში ძალადობის განმეორების მომეტებული განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ფაქტორები, ამ შემთხვევაში ხდება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. თუ კი ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საჭიროებაზე თავდაპირველად შემაკავებელი ორდერის გამოცემის მომენტშივე ხდება აღნიშვნა, ოქმის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში მიემართება სასამართლოს, რომელიც უკვე ადგენს, ამტკიცებს ამ ელექტრონული ზედამხედველობის მოქმედების ათვლის წერტილს, ასე ვთქვათ. შემდგომში უკვე გარკვეული ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ეგრეთ წოდებული სამაჯურის ფორმით მაგრდება, როგორც მოძალადე, ისე მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს შესაბამისად უკვე კონტროლირებადი ხდება ის თუ ბუფერული ზონის მიახლოების შემთხვევაში რეაგირებას ახდენს კონტროლირებადი ხდება მათი, ასე ვთქვათ, დაშორებისა და მიახლოების არეალები, რაც უფრო მეტ სიმშვიდეს უქმნის მსხვერპლს გამომდინარე იქიდან, რომ ის დარწმუნებულია, რომ მასთან სიახლოვეს არ იმყოფება პიროვნება, რომელიც შეიძლება მისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თუ კი ირღვევა ეს ზონა, რომელიც, ასე ვთქვათ, განსაზღვრულია, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს მოძალადის სტატუსის მქონე პიროვნებამ, რა თქმა უნდა, მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო დროულად მოახდინოს რეაგირება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და ეს დრო კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტია აი ამ ელექტრონული ზედამხედველობის მოქმედების ფარგლებში. სამწუხაროდ ყოფილა ჩვენ ქვეყანაში შემთხვევები, როდესაც შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწევილი, დამცავი ორდერიც, თუმცა კონკრეტული პირების ნებათაღიერებიდან გამომდინარე თუ რაც რაღაც შეგვიძლია დავარქვათ, მოხდა ისეთი პატარული შემთხვევებიც მისულოდა ფემიციდის შემთხვევების ბევრი ყოფილა და ასეთ შემთხვევაში მე მგონი 2017 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობა და გაცილებით უსაფრთხო არის იმ პირისთვის, რომელსაც აქვს შემაკავებელი ორდერი, რომ ელექტრონული ზედამხედველობა გამოიყენოს, თუმცა პრაქტიკაში მქონე შემთხვევები, როდესაც თვითონ მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს ამის შესახებ და რაც ჩემი აზრით არ არის სწორი და პირველ რიგში მთავარი არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რაც ისი გარანტიის ყველაზე მეტად მაინც ელექტრონული ზედამხედველობა მგონია, ვიდრე შემაკავებელი ორდერი ცალკე გამოწერილი. ძალიან სწორად აღნიშნეთ ეს განსხვავებული გამოცდილება დასაცავი პირების, რადგან მეც მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემმა დასაცავმა პირმა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაზე უარი განაცხადა იმ დასაბუთებით, რომ ეს მისთვის უფრო დამთრგუნველი იქნებოდა და ყოველწამიერად გაახსენებდა იმ ფაქტს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. ამიტომ განსხვავებული არის გამოცდილებები, მიდგომები, თუმცა ეს შესაძლებლობა, რომელიც კანონმდებლობით გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად უნდა შეფასდეს. დათია, კიდე ერთ აქტუალურ თემას უნდა შევეხოთ, მით უმეტეს ციფრულ სამყაროში, როდესაც ვცხოვრობთ, პერსონალური მონაცემების დამუშავება ძალიან დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, როცა ეხება საქმე და განსაკუთრებული კატეგორიის თემატიკაში გადის არასრულწლოვანების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ ხრივ რა სახის პრობლემებს აწყდები შენ პრაქტიკაში და თუ ქონია რაიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც უხეშად ირღვევა არასრულწლოვანების პერსონალური მონაცემებში? Როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ,
არასრულწლოვნები არიან საზოგადოების ის განსაკუთრებული კატეგორია, რომელსაც კანონმდებლობა მართლაც განსაკუთრებულად იცავს. შესაბამისად, ნებისმიერ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასრულწლოვნებზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამოსავალი და სახელმძღვანელო პრინციპი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ყველა ქმედება, მათ შორის თუ ეს ქმედებები დაკავშირებული არის მონაცემთა დამუშავებასა და გავრცელებაზე, უნდა იყოს ნაკარნახევი და სრულიად შესაბამისი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და ყოველმა ცალკეულმა პირმა უნდა შეაფასოს კონკრეტული ქმედება, რა სავარაუდო შედეგებს მოიტანს და ხომ არ იქნება რაიმე ფორმით დამაზიანებელი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისთვის. ამ მიმართულებით მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, საუბარი არის საქართველოს კანონზე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული თუ როგორ უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცემა და როგორია ეს თანხმობის გაცემის წესი. კანონმდებლობის თანახმად ამ ნაწილშიც პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამგვარი მონაცემების დამუშავებაზე, ვალდებულია, რომ განუხრელად დაიცვას პირის საუკეთესო ინტერესები, თუმცა ამის პარალელურად მას აქვს თანხმობის მიღების ვალდებულებაც, თუ კი 16 წელს უკვე მიაღწია არასრულწლოვანმა, ასეთ შემთხვევაში მონაცემების დამუშავება მის მიმართ დასაშვები არის მისი თანხმობის საფუძველზე, ხოლო თუ 16 წლამდე არასრულწლოვანზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ შემთხვევაში თანხმობა არის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან საჭირო. კანონმდებლობით ასევე რეგულირებული არის ისიც, რომ ეს თანხმობა მნიშვნელოვანია მიღებული იყოს ადეკვატური შესაცნობი და გამოხატული ფორმით, რომელიც ნამდვილად გაცხადებული თანხმობის ფორმით იარსებებს ამგვარი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად იცავს კანონი არასრულწლოვანთა მონაცემებს, შეიძლება განვიხილოთ რეგულირება, რომელიც ამავე კანონში არსებობს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ თანხმობაც კი, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული არასრულწლოვნის მხრიდან ან არასრულწლოვნის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ვერ ჩაითვლება ნამდვილად, თუ კი ობიექტურად წინააღმდეგობრივი არის მონაცემთა დამუშავება არასრულწლოვნების შესახებ მის საუკეთესო ინტერესებთან და აზიანებს რაიმე ფორმით ამ ინტერესებსა და განვითარების შესაძლებლობას. შესაბამისად, თანხმობაც კი რიგ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის მხრიდან არ არის საკმარისი იმისათვის, რათა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ მონაცემთა დამუშავება არის კანონ შესაბამისი და ნებადართული. და რა უნდა გითხრა, იცი? ერთია რომ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაინერგა რამდენიმე წელი აქვს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და ევროს სტანდარტების რეგულაციის მოთხოვნაც იყო და მაგიდან გამომდინარე. თუმცა ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულ ნაწილზე რო გადავიდეთ, შენს ქონდა ერთი სიუჟეტი გაკეთებული ერთ-ერთ ცნობილ TikToker-ზე, რომელიც სკოლაში დადის და რაღაც ახალგაზრდებს წერს, ვიდეოებს იღებს და ასე შემდეგ და ბევრი ვერ ხვდება ამას, რა შეიძლება იყოს პრობლემა. ან საზოგადოებას რო განვუმარტოთ ზოგადად, სხვისი პერსონალური მონაცემების გამოყენება, ვიდეოს გადაღება და კონკრეტული მსგავსი ქმედებები, რა სახის პრობლემა შეიძლება წარმოიაჩინოს ამ ყველაფერმა, თუ შეგვიძლია რომ აი კონკრეტული პრაქტიკული განმარტება გავუკეთო. დიახ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებით არასრულწლოვანთა შესახებ და საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია უნებართვოდ და უკანონოდ იყოს გადაღებული რაიმე ვიდეო მასალა ან ფოტო მასალა, რომელიც გავრცელდება ფაქტობრივად უკონტროლო ციფრულ გარემოში, ეს რა თქმა უნდა რა სავარაუდო შედეგებს მოიტანს, ამაზე წინასწარ ვარაუდი ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც ის ფაქტი, რომ რაღაც უამრავი ადამიანი ნახულობს ამას და ის იდენტიფიკაცია თუ სარვამას სკოლაში სწავლობს ძალიან ბევრი დეტალი ხდება იდენტიფიცირებადი. შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები შექმნას. საჯარო ხდება ის ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნებს შეეხება, პირველ რიგში მათი გამოსახულება, ადგილმდებარეობა. შესაბამისად, თუ ვინმე არის დაინტერესებული, თქვა და ცუდი მიზანი აქვს, იმისთვის მარტივი ხდება. მარტივად ხელმისაწვდომი ხდება ეს ინფორმაცია. ხდება უბრალოდ სად დადის მაგალითად სკოლაში. აქედან გამომდინარე, ხო? მიცქეთ თანხმობით, რომ აუცილებელია დაცული იყოს. და არასრულწლოვნებზე ზოგადად ყველასთვის მნიშვნელობა აქვს პერსონალური მონაცემების დაცვას და ამ მხრივაც რაღაც გარკვეული რეგულაციები აუცილებლად არის საჭირო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცები ხა სამწუხაროდ დაინერგა საქართველოში ის ტენდენცია, რომ ადამიანები ერთმანეთს ლაივში ჩართული, შევაწყობს აგინებენ, აყენებენ ერთმანეთს, აგინებენ და რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცეს ყველა ვარიანტში და ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებები
დიახ, რა თქმა უნდა, ეს ციფრულმა გარემომ ეს რისკები უფრო მეტად წამოწია წინა პლანზე და რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რომელიც პერსონალური მონაცემების უნებართვო და უკანონო დამუშავებასთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია წინასწარ შეფასდეს და სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ დაფიქრდეს პასუხისმგებელი პირი და შემდგომში განახორციელოს კონკრეტული ქმედებები. საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებითაც დავსვამ შეკითხვას. რამდენად ცნობიერია დღეს საზოგადოება თუნდაც პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, თუნდაც არასრულწლოვნების უფლებებთან დაკავშირებით, დამცავ ორდერთან, შემოკავებულ ორდერთან დაკავშირებით. ამ მხრივ რა უნდა გაკეთდეს საზოგადოებაში, როგორ ფიქრობ? და მე ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ, რომ ეს ციფრული ტექნოლოგიები პირიქით ალბათ აქეთკენ უნდა მიმართოთ, რომ რაც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია და უფლებრივი დაცულობა, რაც აქვს ადამიანებს კანონმდებლობისგან და საზოგადოებისგან, მიმართული იყოს, რომ გაიგონ ადამიანებმა რეალურად რა შეუძლიათ და როგორ არის მისი უფლებები დაცული. აი ამ მხრივ შენ რას ხედავ? შენი პრაქტიკიდან გამომდინარე და მიგაჩნია თუ არა, რომ კიდე რაღაცა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, ძალიან სწორად აღნიშნეთ ის, რომ ციფრული სივრცე მათ შორის მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნეს ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, რა დროსაც შესაძლებლობა ექნება ყველა პიროვნებას, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით, იცოდეს თუ რა შესაძლებლობები აქვს და რა რისკები შეიძლება იყოს თუნდაც ციფრულ სივრცეში. ამიტომ ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა პლატფორმის გამოყენება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ციფრულ ფორმატში გაზიარების კუთხით, ასევე რეალური შეხვედრების ფორმატში, რასაც არაერთი უწყება ახორციელებს და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმირება არის სწორედ ის პრევენცია, რომელიც სავალალო რისკებს ხშირ შემთხვევაში თავიდან აგვაცილებს. ამიტომ ბრძოლა ფაქტობრივად პრევენციის ნაწილში ყველაზე პრევენციის ფორმით ბრძოლა გამოვიყენოთ იმის, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ყველა მხრივ იყოს დაცული ადამიანის ხვის პერსონალური მონაცემები როგორ იყოს. კი და განსაკუთრებით სკოლებში, აი ხშირია მაგალითად სუიციდის შემთხვევები, თქვათ ხშირია შემთხვევები, როდესაც დასრული ადამიანები უკავშირდებიან სოციალური ქსელები იქნება თუ სხვადასხვა პლატფორმებიდან არასრულწლოვნებს, რომლებიც სკოლაში არიან და აი ამ მიმართულებითაც ალბათ კარგი იქნება თუ უფრო მეტად იქნება ჩართული სახელმწიფო, რომ გაკონტროლდეს უშუალოდ სკოლის პერიოდში არასრულწლოვანი და ასევე მშობლებსაც რა თქმა უნდა დიდი ყურადღება მართებთ, რომ აი ძირითადად ეს გარდატეხის ასაკში არის ყველაზე მეტად პრობლემატური, რომ რაღაცნაირად არ მოხდეს ზეწოლა და ჩართულობა არასრულწლოვნების ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გვიხარია რომ ჩვენ ახალ სტუმრად, უკვე მეორეც და იმედია ხშირად გვიქნები კიდევ ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებ იმ საქმეში, რომ საქმეზეც დღეს ვილაპარაკეთ და არა მარტო მაგ საქმეში, ზოგადად ჩვენ პროფესიაში. დიდი მადლობა, ასევე წარმატებას გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია შენი და ზოგადად ჩვენი კოლეგების ჩართულობა არასრულწლოვნების დაცვის საქმეში. მადლობა ამ საინტერესო საქმის კიდევ უფრო მეტად დეტალური განხილვისათვის და დარწმუნებული ვარ საზოგადოებასაც აინტერესებს ეს კონკრეტული დეტალები. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა.